მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავ ასეთ საჯარო გაშლას, დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და თუ დაბრუნდება, რამდენ ხანში დაბრუნდება, ვადაც ვნახოთ, რომ შეიძლება ის დაგვარად ახლა. სუსტად შეიძლება ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით რამდენ ხანში მოხდება მის დაბრუნება, იმედი მაქვს, რომ გონებრივ ვადას დავასახელებ. აბა ჩაიფიქრეთ სახელები და გვარები, თქვენი და მისი, დაბადების წლებით ვერდერი ჩვენებით თქვენის და მისიც და დავიწყოთ გაშლა დაბრუნდება თუ არა პიროვნება და ვნახოთ როდის დაბრუნდება. პენტაკლების ტუზი, ეშმაკი, პენტაკლების პაჟი. ვადა ვნახოთ. რა ხდება ეს ხალხო? დღევანდელი ენერგიები ურთიერთობის თასების დედოფალი. დღევანდელი ენერგიები თქვენი ურთიერთობის არის თასების დედოფალი, ხო? ეს არკანი აშკარად მიგითითებს იმაზე, რომ თქვენთან ორიდესთან ურთიერთობაში ჯერ კიდევ ასე ვთქვათ არსებობს სიყვარული, სითბოც, ერთმანეთზე ზრუნვის, ასე ვთქვათ, სურვილი და ემოციური მიმღებლობა ერთმანეთის. თქვენ ან მის გულში დარჩენილი, ასე ვთქვათ, ღრმა გრძნობები ამ კავშირისადმი, რომელსაც აქვს ძალა, რომ განახლდეს, ხვდებით, დღესდღეობით, ხო, თასების დედოფალი ხშირად გვეუბნება, რასაც გრძნობები ცოცხალია, აშკარად დღესდღეობით და ახლა საჭიროა მოთმინება და ემოციური და გონებრივი სიბრძნე ურთიერთობის, ასე ვთქვათ, აღსადგენად. პირველი ჩვენი სამეული რომელიც ასე ვთქვათ დაბრუნდება თუ არა, რომელსაც პასუხობს არის პენტაკლების ტუზი, ეშმაკი და პენტაკლების პაჟი. პენტაკლების ტუზი აშკარად ერთად გვეუბნება პასუხს დიახ, შანსი რეალურია დაბრუნების, რეალურად მას სურს, რომ რაღაც სტაბილური საფუძველი შეიქმნას თქვენთან ერთად ურთიერთობაში, შეიძლება ფიქრობს კიდევაც ახალ საწყისად თქვენთან ურთიერთობაში, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, სტაბილური, უსაფრთხო და კონკრეტული, ანუ სახელო დაერქმევა ამ ურთიერთობას და კავშირს. ხო, ეშმაკის არკანი მიგვითითებს იმას, რომ ამ დაბრუნებაში უფრო მეტად იქნება რა იცით, რა ითამაშებს დიდ როლს, აი რაღაც არაჯანსაღი დამოკიდებულება ვნება და ან ეჭვიანობაც აქვე გადის, ანუ დიდ როლს ითამაშებს ეს ყველაფერი ამ მომბრუნებაში. შესაძლებელია მას ჯერ კიდევ აქვს, ასე ვთქვათ, თქვენთან მიმართებაში მაგნიტიზებრი მიზიდულობა, რომელიც შეიძლება ასევე იყოს ტოქსიკური, ხვდებით, ანუ ტოქსიკური ბიჯაჭულობაზეც მიმანიშნებს ეს რეალურად ეს არკანი და